ერთ-ერთი მთავარი რითიც აჭარაბეთი და იფიფლი კომუნიკაციას ახდენს თავის მომხმარებელთან, ეს არის ის ტექსტები და სიტყვები და წინადადებები, რითიც ვლაპარაკობთ, ხო? ბრენდი როგორც საუბრობს და აი ეს ორი ადამიანი არის ამ პროცესში ჩართული თავიდან ბოლომდე. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემი სტუმრები ხართ, სალონ მონთაძე და ირაკლი ჯაფარიძე. მადლობა მოწვევისთვის. თქვენ წერთ ტექსტებს, ხო? ისე ძალიან ზედაპირულად რო ვთქვათ, მოდი ახლა არაზედაპირულადაც ვთქვათ, სალომი შენგან დავიწყოთ, კონკრეტულად შენი საქმე, ყოველდღიური საქმიანობა რას მოიცავს? ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პრომოუშენების ნაწილს რეალურად, ეს იქნება კაზინო თუ free to play პრომოუშენები, აქციები. შესაბამისად, ჩემოვლეობაში შედის კონცეფციის მოფიქრება, ნეიმინგი და შემდეგ უკვე საიტზე შესაბამისი ტექსტების გაწერა. ანუ UI UX დიზაინერთან ერთად სხვადასხვა ფანჯარაში როგორი პოპ-აპი უნდა გამოდიოდეს, რა ტექსტები უნდა გამოდიოდეს, ინფორმაციები საით უნდა მიდიოდეს, წესები როგორ უნდა შედგეს ბრიფის მიხედვით და ასე შემდეგ. ანუ თითოეულ აქციას რაღაც კონკრეტული ტექსტი რაც აქვს არის ხო ჩემ ხარეს ყველაფერი შენი კომპეტენცია მოკლედ ხო? ანუ დაწყებული მარკეტინგული ტექსტიდან რომელიც უფრო გაყიდვაზე ორიენტირებული დამთავრებული თქო ახსნა, წესი, აი ფორმალური რაღაცები და მათ შორის UX-ზე კიდე ცალკე მინდა დაგელაპარაკო, იმიტომ რომ კიდე ცალკე ამბავი არის, რაც ცალკე სამყაროა ალბათ, რაც ძალიან საინტერესო ამბავი არის. შენთან ირაკლი შემხარეს დაახლოებით იგივე, ოღონდ სპორტის მიმართულებით უფრო, ან სპორტის კონტენტ თიმთან ერთად ვაკეთებთ მსგავს რაღაცებს, სპორტის პროდუქტებს, რისი ნეიმინგი, კოპი და ასე შემდეგ ჩემხიდან კეთდება, აჭარაბეთ არენას მხარეა ცალკე და ასევე ბრენდის მხარე და ძირითადად სპორტთან დაკავშირებული კამპანიები. და შენ ხო მარტო ტექსტის წერა, ასე ვთქვათ, შენი საქმე არ არის. მაგრამ ხო, ჩართულები ვართ ყველაფერში, ანუ კრეატივის თიმი, ბრენდის თიმი, ეს სოციმედია, კონტენტი და ასე შემდეგ, ყველანი ერთად ვამუშავებთ ამ ყველაფერს და ვიღებთ მონაწილეობას გუნდურად და მეგობრულად. მშვენიერი. იდეაში ჩვენ როცა ვსაუბრობთ კოპირაიტინგზე და ტექსტის წერაზე, ხო, აქ არ არის ის მხოლოდ რომ ტექსტის კარგად წერის უნარი უნდა გქონდეს, ხო? აქ ბევრი რაღაც კომპეტენციის რაღაც თავმოყრა ხდება და ეს რო სწორად იყოს მე გადმოცემული, იმიტომ რომ ეგ არის ფრონტზე რაც დგას, ხო? პირველი რასაც უყურებ შენი მომხმარებელი არის როგორ გამოიყურები და როგორ ლაპარაკობ, ხო? რა არის უნარები, რაც საჭიროა რომ ეგ საქმე კარგად აკეთო? პირველ რიგში კარგად უნდა იცნობდე შენს მომხმარებელს, აუ აუდიტორიას უნდა იცნობდე, აქედან გამომდინარე ზუსტად უნდა თვლიდე მესიჯებსაც და თუნდაც სახელის ვერსიებსაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველასთვის გასაგები იყოს და ესე ვთქვათ მას სეგმენტისათვის მისაღები იყოს. შესაბამისად, მე უკვე ხო პირველი არის აუდიტორიის კარგად ცნობა და მეორე უკვე ის რომ რა გაიდლაინებითაც ბრენდი მუშაობს, იმას არ აცდე და მაქსიმალურად ჩაჯდე ამ ყველაფერში. ანუ იყო ორ მაგათ ისეთი საპასუხისმგებლო ამბავი არის, იმიტომ რომ ერთის მხრივ უნდა მოერგო მას სეგმენტს, მაგრამ პარალელურად რაღაცა ბრენდის ანუ უნდა პოზიციონირდა როგორც რაღაცა ისეთი წამყვანი ბრენდი. შესაბამისად, ხო, საკმაოდ ისეთი ამბავია. გამოწვევა არის. კი. აი სპორტის მიმართულებით ეგ არის საინტერესო, იმიტომ რომ ახლა სალომე რაზეც მუშაობს, იქ მაინც მეტნაკლებად რაღაცა აი გაიდლაინებით არის, რასაც მიყვები. სპორტში შეიძლება უფრო განსხვავებული ამბები იყოს, ხო? სპორტში დამოკიდებულია თვითონ რა სპორტის სახეობაზეც, იმ კონკრეტულ ივენტზე რაც ხდება, რა UFC შემთხვევაში სხვა არის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემთხვევაში სხვა არის და ასე შემდეგ და ნუ სპორტი რამდენად მრავალფეროვანიც არის, იმდენად მრავალფეროვანია შესაბამისად ჩვენი მიდგომებიც და ხო ის კონტენტიც, რასაც ვაკეთებთ, ან მორგებულია იმ კონკრეტულ კამპანიაზე და სპორტულ ივენტზე. შეიძლება ითქვას, რომ შენ რაღაცნაირად შეიძლება ენას ცვლიდე იმის მიხედვით თუ რომ UFC-ის აუდიტორიას ელაპარაკები? კი, აი არის, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა სპორტსაც თავისი ენა აქვს და რაღაცა ტერმინები გააჩნია რა UFC-ის ტერმინები რაც არის, იმას მაგალითად ფეხბურთში ვერ გამოიყენებ, იმიტომ რომ არ არსებობდეს და ან არ მოუხდეს ან ტერმინები გასაგებია, ხო, საუბრობ აი მიმართვის ტონზე, ან სტილზე როგორ ელაპარაკები, შეიძლება ეგ განსხვავებული იყოს? შეიძლება, მაგრამ მინიმალურად ალბათ რა, იმიტომ რომ იმ გულშემატკივრების ენაზე, იმ გულშემატკივრებისთვის გასაგებ ენაზე უნდა ილაპარაკო, ალბათ ეგ არის სწორი და რაც მათ რაღაცა კარგად მოხდებათ და ზუსტად გავარტყავთ იმ წერტილში, მაგაზე გათვლილი არის და ეგ შეიძლება განსხვავდებოდეს სპორტის მიხედვით, ან ფეხბურთის გულშემატკივრებში სხვა რაღაც კონდეს ის წერტილი, სადაც ზუსტად მოვარტყავთ და UFC-ის გულშემატკივრა შეიძლება სხვა კონდეს საერთოდ რა. მაგის მიხედვით აი მინიმალური ცვლილებები და სხვაობები არის კი.
მაშინ მაგრამ გეხმარება ალბათ ის რომ შენ თვითონაც ხარ ხო დიდი აქტიური გულშემატკივარი. ხო, ეგ არის დაკავდები სპორტით. თუ არ გიყვარს ძალიან ძნელია ისე მაგაზე მუშაობა, ხო. კი ბატონო. და ხო, მაგენ ახლა საინტერესო იქნება თქვენ როგორ მოხოდით იქამდე სადაც მოხოდით, იმიტომ რომ ერთი გზა გასაგებია სპორტის სიყვარული არის ის ხიდი, რომელსაც მე მოყავხარ, ხო? როგორ იწყებოდა შენი ამბები? მოკლედ 18 წლის ასაკში ჯერ კიდე ეროვნული პასუხებს ველოდებოდი ავდეხი და ესე მსოფლიო სპორტის მეილზე გავაგზავნე წერილი რომ მეთქი თქვენთან მინდა მუშაობა, იმიტომ რომ სულ მინდა და რაცა სპორტზე წერა, სპორტზე მუშაობა რა. სადაბარებდი? სხვათა შორის საბანკოზე ვაბარებდი და ჩავაბარე კიდეც, მაგრამ იქ მუშაობა ერთი თვით ადრე დავიწყე და ანუ ისე გამოვიდა რომ ჟურნალისტიკაში დავიწყე მუშაობა, ანუ ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა და ამ დროს პარალელურად ვსწავლობდი საბანკოს, რომელიც ნაკლებად მაინტერესებდა კიდე და ალბათ არ მაინტერესებდა მაპატიე და ხო და მან ვიმუშავა 3 წელი და წამოსვლის დღეს გამორჩა ფედერაცია. იმაში მსოფლიო სპორტში. მსოფლიო სპორტი ოდიშ. და მან ვიმუშავა 3 წელი და წამოსვლის დღეს მითხრეს ესეთი რაღაც რომ შენ მეილი რომ ნახეთო ირაკლი ჯაფარიძე რო ეწერაო სხვა ირაკლი ჯაფარიძე გვეგონია რომელიც მუშაობდა ჟურნალისტიკაში ჩემზე 15 წელი დიდი მე გავიცანი მეც ის ირაკლი ჯაფარიძე და ის გვეგონაო და ეს თუ წერსო მოვიდესო რა თქმა უნდა და მე ხშირ რომ მოხვედიო ძალიან გაგვიკვირდაო იქ მაგრამ რას ვიზამდითო და მივედით 18 წელს ბავშვი და ბარემ დაგიტოვეთო რომ ხე უხერხული იქნებოდა და გაბრუნებოდა და თან რომ გაგტესტეთო მე და მე მოგვეწონაო და ეს მითხრეს 3 წლის თავზე და ანუ ის სახელი გვარი რომ არ დამთხეოდა ეხლა რომ ბანკირი ყოფილიყავი რა იმიტომ რომ რაღაცა ეგრე განვითარდა მე იქიდან ფედერაცია რაღაცა და მოვედი ბოლოს სპორტის კოპირაიტერი და სპორტული გამარჯვება და უფრო მარკეტინგის მხარეს და წერის მიმართულებით წავედი ეგრე რა ასე რომ მადლობა მაშინდელ ირაკლი ჯაფარიძეს არ ვიცი შეიძლება უმუშევარი შედარახდება სალობი შენ პირველი ნაბიჯები რა იყო? ჩემ პირველი ნაბიჯები გეტყვი იყო ჟურნალისტიკა, რომელიც ასევე დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი. მინდოდა უფრო ბეჭდური ჟურნალისტიკის მიმართულების წასვლა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვამაკუთხით ვერაფერი ვერ ვქენი და შემდეგ უკვე დავიწყე სხვა მიმართულებით მუშაობა. ნელ-ნელა მე 2000 რომელი წელი იყო 20 წელი იყო 21 წელი იყო გამოჩნდა ესეთი ვაკანსია იყო აჭარაბეთში კოპირაითერის მოვედი და პირველად ხო აი ძალიან მადლიერი ვარ იმის რომ აჭარაბეთმა მომცა მაგისი შესაძლებლობა რა რომ დამეწყო მუშაობა ისეთ მიეპოვა რეალურად ჩემი თავი და ის ინტერესი რაც მართლა მქონდა. აქამდე ხო რო ვიწყებდი გრძნობდი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მართლა და რა თქმა უნდა გაქვს მაგ დროს ადამიანს რაღაც კითხვები შენ თავთან რომ აბა როგორ შეიძლება აბა რა იქნება აბა როგორ იქნება რა მაგრამ თვითონ გარემო იმდანაც კარგი დამხვდა იმდანაც უშუალო და რაღაცა ყველანი იმდანაც მოტივირებულები იყვნენ რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოთ ესწავლებინათ აი რაღაცა ძალიან კარგი გარემო დამხვდა უშუალო რაც აქამდე მართლა თითქმის არც ერთ სამსახურში არ მქონია და რეალურად ვიგრძენი აი ეგ მაგ ყველაფერს რომ გრძნობ მე უკვე ცდილობ რომ შენ განვითარდე, მაგრამ პარალელურად ათმაგად დაუფასო იმ ადამიანებსაც და კომპანიასაც ეგ ყველაფერი რა. მე უკვე თავიდან ვიყავი პოკერი P2P-ზე და მე უკვე გადავედი პრომოუშენებზე, პრომოუშენების ნაწილზე. და ხო, შენ თავი მანდიპოვე. ჩემი თავი პარე ეგ მნიშვნელოვანია ბევრი ამბობს ამას რომ ჩვენთან აქვთ იმის შესაძლებლობა რომ სწორედ რომ იპოვონ ის საქმე სადაც კომფორტულად არიან რაც კარგად გამოსდით და სადაც უფრო მეტი ღირებულების შექმნა შეუძლიათ და უფრო იზრდებიან თქვენ თვლით რომ მან ხართ მაგ ადგილას ახლა ზუსტად ძალიან კომფორტულად და ძალიან შვენია კარგი. თქვენ ეხლა მე რაც არ მithხოვს დასაწყისში არის ის რომ ეს შრომო გარემო და კარგი ურთიერთობები და რაღაცა ამ ურთიერთობაში ლამაზი ოჯახით შექმენით ხო თქვენ ნორმა. რაც ძალიან კარგია და მე მაინტერესებს როგორ გააქვთ ეხლა დალაგებული ეს სამუშაო პროცესი, ანუ ერთ საქმეს პრინციპში აღარ აკეთებთ, ხო? თავიდან ალბათ უფრო იყო, რომ ეხა უფრო ისე ვართ, რომ აი რაღაც რჩევების და ძალიან კაია ეგ რა, აი ჩათვალე ერთ სახში ორნი ვმუშაობთ, რომელსაც ერთი საქმე გვაქვს და შეიძლება რაღაც უშუალოდ ჩემი გასაკეთებელი არ იყოს სალომეს რაღაც დასკი, მაგრამ რაღაცა მკითხოს ისეთი, რაზეც მეც რაღაც კომპეტენტურ პასუხს გავცემ ასევე ჩემს შემთხვევაში, მინიმუმ აი რაღაცა ნეიმინგზე რო ფიქრობთ, ერთად ფიქრობთ, რაზეც არ უნდა იყოს ეს და ძალიან აი სახშიც გადმოტანილი გვაქვს პატარა ისინი რაღაცა ბრეინშტორმინგული თამაშები, რაც ძალიან გვადგება მე საქმეში რა. არა.
ჯაფარა უფრო სკეპტიკოსია ხოლმე რაღაცეების მიმართ და ჩემი გაკეთებულების მიმართ ძალიან სკეპტიკურად აფასებს, მაგრამ ხო, ეგ აუცილებელია რა, ისე მგონია, რომ აუცილებელია ეგ ამბავი და არა, თან რაღაცნაირი ჩათვალე, რომ ყოველთვის აზღვევთ რა ერთმანეთს რაღაცა რომ იყოს, არის იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმეს თუ რაღაცა ძალიან ბევრი თასკი გვაქვს და რაღაც დროში ვიჭედებით, მეორე აუცილებლად დააზღვევს. რაღაცა ესეთი ეგეც ყოფილა, ერთმანეთის საქმეები გავუკეთებია ისე რომ დამკვეთს არ გაუგია. კონუ თავარია კარგად გავარია. ხო, თავარია ხარისხი არის კარგი მისაღები. თან ისეთია, ხო, თან ჩვენი ეს ჰიბრიდული რეჟიმი, რომ შეგიძლიათ ან ოფისში იყო ან სახლში, თქვენ ესე იგი ტუზივით დაგეცათ, ხო? კი, მახსოვს პირველად ესე ჰიბრიდულად რომ მუშაობდით, წავედი სვანეთში და იქიდან მუშაობდი. და აი, როგორი წარმოუდგენელი იყო, იცი, ჩემთვის, რომ მეგონა რომ თავიდან ანუ რაღაცას ვაშავებდი რომ აი სადღაც ხარ ლეპტოპი კი გაქვს წაღებული და ჩვეულებრივად მუშაობ მაგრამ ანუ ოფისში რო არ ზიხარ 11-დან 7-მდე და მე რო უკვე მივხვდი რომ ხო რა ძალიან თავარია რომ აკეთო შენი საქმე და მართლა ანუ როგორ სრულფას უნდა შეასრულო და ხო მართლა სადაც ხარ შენი ფანჯების მიღმა თუ უშბა ჩანს მით უმეტეს ძალიან კაია ხო ეგ არის ძალიან დიდი პლუსი ეს ჰიბრიდულად მუშაობის რეჟიმი იმიტომ რომ აი ზაფხულში ზამთარში სადაც უნდა იყოს შეგიძლია რა რაღაცა არც შვებულება იყო ისე პირდაპირ წახვიდე შენი ლეპტოპით საქმეც აკეთო თან დაისვენო თან ყველაფერი ხო თან იმუშაო და თან რაღაცა ფანტაზიასაც შველიც ხო და სამგონია რომ დასაქმებული ამართლებს რა მაგ აი რაღაცას რო გიკეთებს აი ეგ შეღავათი რო გაქვს მე არ გინდა რომ მაგ რაღაცა კომფორტზე უარი თქვა და შესაბამისად შენს საქმით უფასებ დამსაქმებელს ამ ყველაფერს. ხო, ისე მაგ ცნობიერების რაღაც შესვლას ცოტა რაღაცა დრო დაჭირდა ალბათ, ხო? ანუ არა მარტო დასაქმებლის, არამედ დამსაქმებლების მხრიდანაც ვერც გადაეწყო ხო კორონა რომ მორჩა ეგრევე დააბრუნეს. აი პანდემიის ერთ-ერთი პლუსი ალბათ ეგ იყო რომ კომპანიებმა დაინახეს რომ თურმე შესაძლებელია ჰიბრიდულად მუშაობა. ხო და ყველამ დაინახა, მე მგონი ყველამ ვერ დაინახა. ყველამ ვერ დაინახა და უმეტესობა ვინც აქამდე ჰიბრიდულზე იყო მთლიანად ოფისში აბრუნებს თანამშრომლებს, უმეტესობა მაინც ან რაღაცა რამდენიმე დღეს უყოფს ხოლმე რომ ოფისში სამსახური სახლში იმუშავა. მაინც ჰიბრიდული შეიძლება მაგას დავარქვა. ხო, ნუ მაგას პრინციპში მაგას მეორე მხარეც აქვს რომ შეიძლება სადღაც დისციპლინის პრობლემა დადგა ან ვიღაცებმა ბოროტად დაიწყო სამიცარგებლობა და რაღაცები უბრალოდ გაჩერდა და ამიტომაც მოუწიათ თქო დამსაქმებლებს ისევ რაღაცა უფრო აი ამ ოფისიდან მუშაობის რეჟიმზე გადასვლა, მაგრამ ნუ კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში ეგრე არ ყოფილა ნამდვილად და აი ეს ერთ-ერთი კვლევა რაც მახსოვს რაც წავიკითხე, რაც პირველად რო დავიწყეთ ეს რო გადავედით ყველანი დისტანციურად პროდუქტიულობა მაიწია თურმე და ეს მოხდა იმის ხარჯზე რომ როდესაც ხარ სახლში უფრო ცდილობ რომ მალე შეასრულო ყველა დავალება რაც გაქვს იმიტომ რომ ყველა დანარჩენი დრო შენია და როდესაც ხარ ოფისში სადაც გაწერილია რომ აი აქ ნამხამდე უნდა იყო იქ შეიძლება გაწელო ეს პროცესი რომ აი მიიყვანო ბოლომდე ან რაღაცნო რომ ახალი თასკი არ შემო აი რაღაცა ეგეთი გააკეთა ამიტომ რაღაცა ეს პროდუქტიულობაზე დადებით საქმეზე ჩემი აზრით ის არის რომ აი როცა ვალდებული ხარო სადღაც მიხვიდე ზუსტად 11 საათზე და ვალდებული ხარო ზუსტად 7 საათზე იქიდან გამოხვიდე ეგ უკვე ცოტა ტვინში გძაბავს რაღაცნაირად რა ანუ საქმე ხდება მართლა საქმე უკვე რა ცოტა რაღაც გინდა თუ არ გინდა მაინც ცოტა გეზარება იმიტომ რომ რაღაცა ვალდებულების სახე რო არ ამ შემთხვევაში იცი რომ აი შენი დრო არის შენ რაღაცა დედლაინი გაქვს კონკრეტული და ამ დროში რაღაც უნდა გააკეთო თუ გინდა ღამე გააკეთე თუ გინდა დილით გააკეთე და ის დრო გამოიყენე ხო და ეგ როცა სახლიდან შეგიძლია აკეთო და რაღაცა ეგ დამატებითი სტრესები არ გაქვს, არის ძალიან დიდი პლუსი რა. მაგ შემთხვევაში აბსოლუტურად კარგია და რავი, ალბათ შენს დამეთახმები რა. კი. ამაში ჰარმონია, ჰარმონია არის, ამაში თანხდები. შვენიერი. შიდა კულტურაზე საუბრობდით, წეგან მაინტერესებს სხვა სამუშაო გარემოებს რომ თქვათ შევადაროთ, გინდაც თქვენის, გინდაც რავი, კი ვიცით ახლა ჩვენი მეგობრებიც მუშაობენ ან ვიცით ხო რა ხდება ქართულ ბაზარზე, როგორ აღწერდით თქვენს პირადად შიდა სამუშაო კულტურას, რაც გვაქვს შემუშავებული.
პირველ რიგში არის მართლა მრავალფეროვანი, ანუ იმიტომ რომ აერთიანებს ძალიან ბევრ ადამიანს ერთად და ეს მრავალფეროვნება ქმნის აი ძალიან საინტერესო გარემოს. მეორე არის ის რომ აკეთე საქმე და მაქსიმალურად შეგიწყობს კომპანია ხელს და კიდევ ერთ ანუ მაქსიმალურად არის ორიენტირებული კომპანია იმაზე რომ რაღაცნაირად მაინც ადმე იპოვო შენი თავი და განვითარდე რაღაცა კუთხით მაინც. შესაბამისად ეგ არის ძალიან დიდი კომფორტი და პლუს არის რაღაც პატარ-პატარა და დიდი ბენეფიტები, რასაც რეალურად რის ფუფუნებას დღეს ქართულ ბაზარზე არ გვაქვს და რა თითცენ ჩამოსათვლელი კომპანიები გვთავაზობენ ხოლმე. შესაბამისად ეგ არის ძალიან დიდი ბენეფიტი და ვთვლი რომ ხო სუბიექტური არ ვიქნები თუ ვიტყვი რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი დამსაქმებელი არის ამ კუთხით, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისუფალი გამოხატვის თავისუფლება აქვს. აი ძალიან ბევრი რაღაცა არის რის გამოც დამსაქმებელი არ გაშეიმინგებს და პირიქით რა თავისუფლება გაქვს პირიქით შენ განსხვავებულობას და მრავალფეროვნებას პატივს ცემენ და ცდილობენ რომ ეს არ დაკარგო. ანუ აი ეს ღირებულები რაც არის ხო ეს განვითარება ეს ამიგონეს რაც ეს თანასწორ მეგობრულ გარემოს გულისხმობს და ეს fair play რაც აი სალბერადაც საუბრობ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე იმას დავამატებდი რომ კომპანიაში აი სხვა დეპარტამენტებთან ერთადაც რაღაც სხვა რაღაც task-ი თუ გქონია ან კვეთა თუ გქონია ყველასგან იგრძნობა ერთი და საერთო ის რომ რაღაცა უფრო მეგობრულად ვუკეთებთ ერთმანეთს რაღაცეებს და იმის გამო რომ ეს ჩემი ვალდებულება ან რაღაცა რა მაგაზე უფრო ნაკლებად ვფიქრობ და უფრო როგორც აი მეგობარს რაღაცაში დაეხმარებით, თითქოს ეგრე ვაკეთებთ რაღაც პროექტებს და ყველა გრძნობს მაგას და პლუს ამას კარგი არის კიდევ ის რომ შიდა ჩვენ კომპანიაში ხდება ბევრი ისეთი რაღაცა აქტივობები ან ღონისძიებები ან რაღაცა გასართობი ამბები, რითიც სხვადასხვა დეპარტამენტების ადამიანები ერთმანეთს უფრო კარგად იცნობენ, უმეგობრდებიან და რა ვიცი დღეს შეიძლება ერთმანეთს რა მეჯვარეებიც იყვნენ მაგალითად რა. ხო და მაგალითად. ხო და ეგ ძალიან კარგია მაგ კუთხით რომ შეიძლება საქმიანი კვეთა საერთოდ არ გქონდეს ხო ჩვენ მაგალითად ბრენდ დეპარტამენტს IT-სთან ესე პირდაპირ, მაგრამ შეიძლება რაღაც სხვა აქტივობების გამო ძალიან დაუახლოვდეთ, გავიცნოთ და ცხოვრებაში კარგი ადამიანები გამოჩნდნენ და შეიძლება საფუძველია კარგი საქმის ერთგულაკეთების ხო. შემდეგ უკვე ეგ არის ანუ პროფესიული განვითარებისთვის კაია, იმიტომ რომ გინდა თუ არ ხარ როგორც მეგობარს ელაპარაკები რაც თავის საქმეზე ან თვითონ გიყვება, მე შენც უფრო მეტად გათვითცნობიერებული ხარ სხვა დეპარტამენტებში რა ხდება და ჯამში რას აკეთებს კომპანია ხო, აი რაც ცალ-ცალკე რგოლები ვარ, ჯამში ხო რაღაც ერთი მიზნისთვის ვშვებით ამ ყველაფერს და კარგი არის ეგეც რომ სხვისი გაკეთებული საქმეც იცი, გაინტერესებს და უფრო მეტად იცნობ შენივე კომპანიას მათი დახმარებით. კი, თან ჩვენთან ახლა შიგნით agile სისტემით მუშაობაც დანერგილია და შენ ვიცი რომ ხარ ამ agile გუნდში ეგრე მუშაობ, ხო? რა კომპეტენციებს აერთიანებს ეს გუნდი, რომელშიც შენ ხარ კონკრეტულად? ეს გუნდი აერთიანებს მარკეტინგის გუნდს, სადაც მოიაზრება product marketeri, copywriteri, დიზაინერი, დეველოპერების გუნდი, ცალკე პროდუქტზე მომუშავე გუნდი, CLM-ი, CRM-ი და ხო, ის ადამიანები, ვინც უშუალოდ პროდუქტზე მუშაობენ, ცალკეულად პროდუქტზე. და შენ სამაში ხარ ჩართული? კი. და მოდი ახლა მივუბრუნდეთ ამ იმას UX copywriting-ის თემას, იმიტომ რომ ძალიან ესე ცალკე მდგომი პროფესია ალბათ რა. რომელიც ალბათ არის ძალიან დინამიური პროცესი, იმიტომ რომ ყოველდღიურად გიწევს შენ ზუსტად იმ ფიდბექის და იმ უკავშირის გათვალისწინებით გადაკეთება და მორგება ტექსტების. შენ როგორ თვლი, ანუ ეს ცალკე რაღაც ესეთ პროფესიად უნდა იყოს თუ მაინც რაღაცა ნაწილი არის ესე copywriting-ის, რასაც შენ აკეთებ? ისი რა ფსიქოლოგიური ფაქტორი ორივე მხარეს აქვს რეალურად, მაგრამ ხო, კარგი ცალკე უფრო არის, იმიტომ რომ მთლიანად on page ხარ, მუშაობ მთლიანად რაღაც კონკრეტულ პროდუქტზე და რეალურად მარტო ტექსტი არ არის მან და მარტო კრეატივის ამბავი არ არის და მანდ არის მთლიანად მომხმარებლის გამოცდილებაზე რა. შეიძლება რაღაცა იქ რაღაცა არ ეტეოდეს ამ პირიქით ამომწურავი უნდა იყოს, მაგრამ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო ისეთი, რომელიც სხვაზე იქნება მორგებული. ხო, საინტერესოა. ანუ
კიდე არის რაღაცა ძალიან უცნაური რაღაცები, რაც შეიძლება რომ გეგონოს რომ პირიქით რა ძალიან ადაპტირებული არის და სწორი გადაწყვეტილება არის და აღმოჩნდეს რომ საერთოდ არ არის რეალურად ისეთი როგორც რაღაცა იმან ფიდბექმა გამოაჩინოს ეგ ამბავი. როგორი რაღაც შეიძლება იყოს აი მე მაინტერესებს რომ აი ეგ თემა საერთოდ ძალიან მაინტერესებს ეს მომხმარებლის გამოცდილება არის ძალიან საინტერესო და ცოცხალი პროცესი რაც გონია რომ მაგაზე უნდა იდგეს ყველაფერი საერთოდ რა და როგორ ამუღამებთ ეგეთ რაღაცებს აი იცი რა ჩვენთან მაგალითად მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა ხოლმე მომხმარებლის ფიდბექს რა შესაბამისად აი UX დიზაინერები სულ მუდმივად მაგაზე მუშაობენ კვლევებში იღებენ მონაწილეობას იმისთვის რომ მე უკვე შენამდე მოიტანონ ეს ფიდბექი და შესაბამისად ეს ყველაფერი ესე გადააკეთო შენ აქეთა კონტენტის მხარეს წამოიღო ხო და რეალურად ხო UX დიზაინერზე არის ძალიან ბევრი რაღაცა დამოკიდებული იქ ფერები იქნება თუ განლაგება იქნება მაგრამ მართლა მთელი თიმი არის ხოლმე მაგაში ჩართული და ეს აზრთა სხვადასხვაობა იქნება თუ რაღაცა სხვადასხვანაირი ფიდბექი არა მარტო მომხმარებლის შიგნით internal feedback-იც სადაც მოაქვს ის განწყობი ის რომ უკვე აღარ უკმაყოფილდებით რაღაცა საშუალოთი რა თქმა უნდა მომხმარებელი მიხვდეს სად უნდა რას უნდა დააკლიქოს და არ ვჯერდებით საშუალოს რომ რაღაცა უგრძესი რაღაცა ტექსტი ამოუგდოთ სადაც დეტალურად იქნება ინფორმაცია ჩაშლილი შენ პასუხისმგებლობას მოიშორებ მაგრამ ხო შეიძლება მომხმარებელმა ვერ გაიგოს მაგ ვერაფერი ან დაეზაროს აქ უკვე ორი რაღაცა ერთიანდება ის რომ იყო ამომწურავი რომ მაქსიმალურად ინფორმაცია მიაწოდო მაგრამ მეორე მხარეს არ უნდა იყოს მომაბეზრებელი და აი ეს ყველაფერი აი სულ მიდის მაგაზე მუშაობა თქვენ ანუ არის რამდენიმე ესეთი აქტიური პრომოუშენი რომელსაც იმდენად დიდი ინფორმაციები აქვს და იმდენად კარგი UX-ური გადაწყვეტილებები არის ნაპოვნი მანდ რომ ხო მართლა ძალიან ბევრი ფიქრის და მუშაობის შედეგად არის მისული ეგ ყველაფერი და თან ისეთი პროცესია რომელიც ალბათ არასოდეს არ მთავრდება იმიტომ რომ ეს რასაც შენ ამბობ რომ მუდმივად უფრო და უფრო დახვეწა ესეც ხდება იმ უკავშირით ხო რაღაცაზე ყველაფერზე მოდის ფიდბექი ხო და ამაზე ცალკე ეპიზოდიც ხონდა ჩვენ კვლევის თემაზე სადაც სწორედ მაგაზე ვისაუბრეთ რომ აი ყველაფრის გამოკვლევა მიდის და ყველაფრის მერე გვყავს ერთი ეგეთი ადამიანი რომელიც იცავს მომხმარებლის ინტერესებს მაგალითად და თქვათ რომ უნებრო აი ეს ტექსტი ახლა ეს ყველაფერი უნდა ეწეროს უნებრო არა ამდენს არ წაიკითხოთ იმ მომხმარებლები და ამიტომ უფრო ნაკლები უნდა იყოს და ასე შემდეგ მან დავამატებდი მასაც რომ უნდა გათვალო ის რომ მომხმარებლისთვის იყოს ძალიან მოსახერხებელი და კომფორტული მით უმეტეს როცა ეხა ალბათ დაახლოებით 70-75% უფრო მობაილით შემოდის საიტზე და ვებზე ყველგან ანუ ვებსაიტებზე უფრო პრიორიტეტებულია მობაილი UX copywriting-ზე როცა ვლაპარაკობთ ან copywriting-ი მარტო ეგ აღარ არის copywriting-ი არის კარგი ტექსტის სწორად მიწოდება მაგრამ UX copywriting-ის შემთხვევაში ისიც უნდა გათვალო აი რაღაცა წერათითი ტელეფონზე რასთან იქნება ახლოს რომ რაღაც კომფორტულად მართოს იმ ადამიანმა ის ვებსაიტი და გამოიყენოს თავისი ანუ საიტის ფუნქციები და მენიუ მაგაზეც უნდა იფიქრო რომ აი თითი იქ როგორ მოხდება და აქ ხო არ დავახვედროთ ეს ღილაკი რა ეგეთ რაღაცებს რო ფიქრობ ის არის რა უფრო საინტერესოც არის რაღაც ხო მარტო ტექსტზე აღარ ხო მარტო ტექსტზე აღარ ფიქრობ იმისთვის რომ მოსახერხებელი იყოს სად რა დავახვედროთ თითთან ახლოს აი მაგაზეც კი ვფიქროთ და ეგეც ის სოფლიო სპორტში ალბათ ამაზე არ ვფიქრობ სოფლიო სპორტში არ ვფიქრობ კარგი, ასე მეგობრებო, მე ყველას უსვამ ამ კითხვას და თქვენგანაც მაინტერესებს რა თქმა უნდა, რომ უფრო კარგად გაიცნოს იფიფლი ჩვენმა მსმენელმა. სამსახურის მიღმა რა არის თქვენი ცხოვრება, რას აკეთებთ? თავის თვით მოტივაციას რითი ახდენთ? ყოფილთ თუ რამე ესეთი კრიზისი, რომ აი რაღაცა რაღაც უნდა გადავახოთ. აი მაგალითად ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა თქვენ ციცნობთ ამ ადამიანს ნიკოლოზ თვალიშვილს თქო რომ სირბილიშვილის იმაში რომ რაღაცებს გადავახოს, რაღაცებს გადაიაზროს და რაღაცა გამოძრეს რაღაც სიტუაციაში. რამე ეგეთი რაღაც ფილოსოფია გაქვს? ნიკოლოზ ბოდიში ჩვენგან, მაგრამ სირბილი კიდევ უფრო დამღლის სამუშაო დღის მერე კიდე რომ ვიპინო საერთოდ ვეღარ გავიმართები. ხა და ჩვენ შემთხვევაში უფრო ის არის რომ აი ვცდილობთ რომ შაბათი კვირა გამოვიყენოთ უფრო ნაყოფიერად რა დავისვენოთ ან ქალაქიდან გავიდეთ აი ბოლომდე გავნიავდეთ შაბათ-კვირას და მე რომ შაბათიდან ისევ რაღაცა დასვენებული, განიავებული ტვინებით და თავებით ვიწყებთ ხოლმე ისევ ახალი კვირაში მუშაობას რა. უფრო ეგ რომ აი შაბათ-კვირა ნაყოფიერად მართლა დასვენებით გავატაროთ. ია, მე ვცდილობ ხოლმე უფრო მრავალფეროვანი ფიზიკური აქტივობებით ჩავრთო ხოლმე, ოღონდ უფრო მოკლე ვარდაში არის ხოლმე
სირბილი არ გამომდის დიდად, მაგრამ ცოტა ხანი დავდიოდი ჩოგბურთზეც, ჩოგბურთითაც ვიყავი, ცურვა. ასევე სხვათა შორის კერამიკაზეც ვიარე. სხვათა შორის APP ჩვენ თანამშრომლებთან ერთად და ძალიან კარგი იყო, მართლა ძალიან დიდი, როგორ გითხრა, ძალიან სასიამოვნო არის ეგ პროცესიც კი და აი ძალიან კაია და ეხა მინდა რომ ბუდიშკა მოუხადო, იმიტომ რომ მივატოვე რამე გაგატოვე. უნდა აღვადგინო კი აუცილებლად და ხო, ნუ რა თქმა უნდა განტვირთვა და ქალაქიდან გასვლა ძალიან კაია, მაგრამ რაღაცას რო აკეთებ პარალელურად, ეგაც ძალიან გეხმარება ბევრ რაღაცაში. პირველი ის რომ უსებ წყდები ყველაფერს, ყველანაირი საქმეს და განიტვირთები და მეორე ის რომ ხო რაღაც ახალს სწავლობ რა. მე ხა მინდა რაღაც ნანალა ცოტა ახალი ჰობებიც შევიძინო და ვნახოთ. ჩოგბურთი, ერთი პერიოდი ჩოგბურთიც იყო. უსმინე წესი. ერთი თვე არა სულ. შენ? მეც ახლა ფიზიკური აქტივობა ფაქტიურად რავი ერთ დღეში რო 4 ბარში გადაირმენ და გადმოირმენ. აქტივობა ერთგვარი ეგეც ხო რთულია. ეს 50 გრამი ენჭი გააწიეთ ათე. ეგეც ხო აქტივობა. შვენიერი. სულობთ რაღაცებით. არა მარტო ახლა ხურობ ან რაღაცებით სულობთ რა უფრო მეგობრებთან ერთად ყოფნით, რაღაცა სხვაზე board game-ებით თამაშით, ფეხბურთის თამაშით. ხო, შენ ფეხბურთის აქტივურად მეიფიფლს ხო? კი, გახლდით ხო და უფრო ეგეთი რაღაცებითაც ვერთობით შიგადაში, მაგრამ ძირითადი აი მთავარი გასანიავებელი ჩემთვის ყოველთვის არის ხოლმე ქალაქიდან გასვლა, როგორც კი თბილისის რაღაცა ტრაფარეთს გაცდები. უკვე რაღაცა თითქოს რაღაც ბორკილები მეხსნება და კარგად ვარ. ხო და უფრო ეგრე ვშვებით ხოლმე. აი აქტიური ცხოვრებით ხართ ესე იგი. ცდილობთ. კარგი. ბოლოსკენ მე მაინტერესებს ახლა ესეთი ეს გვაქვს რა ჩვენ ესეთ კითხვას ყველას უსვამთ ხოლმე და მეც მინდა რომ თქვენც ამაზე ისაუბროთ. აი რომ წარმოიდგინოთ რომ თქვენ ახლა გიყურებთ ადამიანი რომელიც თქვენ იყავით რამდენიმე წლის წინ სადაც დაიწყებდით თქოთ APP-ში მუშაობას. რომელმაც შეიძლება თქვენს ადგილასაც რაღაც copywriter-ად ან UX copywriter-ად წალკე ან რაღაცა დაინახოს თავი, რას ეთყოდით ამ ადამიანს, რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთან, რითი შეუძლია მოვიდეს და რას მიიღებს. ხო, პირველ რიგში იმას ვეთყოდი, რომ არ შეგეშინდეს რაღაცამ დაგაბრკოლოს, აქ შენს რაღაცა თითოეული ადამიანის აზრს ძალიან დიდ პატივს ცემენ და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე ის რომ მართლა ბევრი ადამიანი არის ორიენტირებული იმაზე რომ შენ განვითარდე და ალბათ კიდე ის რომ მართლა ძალიან მეგობრული გარემო დახვდება. ეხლა მე მაგალითად ცოტა მაქვს ხოლმე პრობლემა ახალი ადამიანებთან, აი ბევრი ახალი ადამიანები როცა არიან ჩემს ირგვლივ სოციალიზაციის კუთხით და თავიდანაც ოფისში როცა გადმოვედით, მაშინაც აი სანამ მოვიდოდი ოფისში, მქონდა ეგ მომენტი, რომ აბა აი ხა როგორ ერთი არის როცა Slack-ში წერდით და ჰიბრიდულად იყავით, მაგრამ მეორე არის მე უკვე უშუალოდ ურთიერთობაში როცა ისნოფ ამ ადამიანებს და მართლა ძალიან მეგობრული გარემო არის, მართლა არ ვიცი, ძალიან მიყვარს თითოეული ჩემი თანამშრომელი. კარგი ხალხია მოკლედ. არ უჩივი. მე ვეთყოდი განსაკუთრებით უფრო ახალგაზრდებს, იმიტომ რომ მე ცოტა მაგაზე მწყდება ხოლმე გული, რომ ერთი 5 წლის წინ მოვიდა ახლავით, ვიყავი 27 წლის და ეხლა ვიყურებ ხოლმე რომ ვიღაცები ჩვენ კომპანიაში და აი ესეთ გუნდში მოდიან რაღაცა 20-21 წლის ასაკში, აი ეგეთ ასაკში რომ ესეთ კომპანიაში მოვხვედრილიყავი, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და უფრო მეტად გამოვიყენებდი რაღაცა საშუალებებს, ადამიანებს, ვინც აქ მუშაობენ, ბევრს ვისწავლდი უფრო და ურჩევდი განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ ესეთი კორპორატიული კულტურა გამოცადონ საქართველოში, იმიტომ რომ მე მგონია რომ ძალიან ცოტა ან შეიძლება არც იყოს ესეთი კომპანია, რომელსაც ან უკეთესი ოფისი აქვს, ან უკეთესი კულტურა აქვს და ან უკეთესი პროფესიონალები მუშაობენ თავისი მიმართულებით, რა ძალიან dream team-ივით, რაღაცა all-star-ივით ადამიანები მუშაობენ ჩვენთან და ბევრისგან შეიძლება ბევრი რაღაცის სწავლა და ეგეთ ასაკში ჩვენთან თუ მოხვდებით, მაგის თქვა მინდა რომ მაქსიმალურად გამოიყენეთ, გაგიმართლათ და არის ფიქრობთ რაღაცა იმაზე, მაქსიმალურად ყოველ შემთხვევაში ეცადეთ ის რომ გამოიყენოთ ეგ შესაძლებლობა და რა ვიცი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სწორ და კარგ გარემოში იმუშაოთ რა. და ასე მაინტერესებს აი რა იქნებოდა ის ახლა უნარებზე რო საუბრობდით ხო რომ აი როგორ უნდა იყოს თქვათ რომ კარგი პროდუქტი აწარმოო და კარგად აკეთო ის საქმე რაც დაკეთებ. აი ახლა დამწყებს რომელიც საერთოდ
სხვაგან არის, ასე ვთქვათ, ხო? თავის თავს რო დააკვირდეს, რომ აი მე რაღაცა ეს და ეს კარგად გამომდის და შეიძლება ეს ისე განვითარდეს, რომ აი ამად გადავიქცე, გავხდე წარმატებული კოპირაიტერი. აი ეგეთი უნარები რა არის? ადამიანურ უნარებს გულისხმობ და არა ვთქვათ პროფესიულად დასწავლაც. აუ ჩემი აზრით ფიდბექებს უნდა აღიქვავდე პირველ რიგში ძალიან ადეკვატურად რა. ანუ უნდა შეგეძლოს იმ თითოეული ფიდბექის გაანალიზება სწორად და როგორც შენიშვნა ის კი არა, უნდა შენივე განვითარებისთვის უნდა როგორ მიიღო ეს ფიდბექები, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწავლის პერიოდში, რომ თითოეული ფიდბექიდან შეგიძლია რომ მართლა რაღაცა შენი თავის საუკეთესო თუ არა ის ვერსია შექმნა, რომელთაც რაღაც პერიოდი მაინც აუცილებლად მიაღწევ ძალიან დიდ მიზნებს. შესაბამისად, პირველი არის ფიდბექის მიღებობა, შრომის უნარიანობა, რომ აი რაღაცა არ დაგიზაროს, მართლა არ დაგიზაროს, შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა წერო და მე უცებ წყალში ჩაყრილი იყოს ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც შეიცვალოს, მაგრამ როცა ეს ორი კომპონენტი ერთიანდება, მე ისე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ იმ ეტაპზე მიხვიდე კარიერაში, რაც გინდა. რაც კიდე რაც გინდა აკეთო და ქსიამოვნე. ხო, აი როგორც მარტო საქმეს ისე არ უნდა უყურო რა, უნდა გინდოდეს რომ ისწავლო, იმიტომ რომ ალბათ პრაქტიკა არის ყველაზე კარგი სწავლა რა, რაც არ უნდა თეორიულად იცოდე, მით უმეტეს ჩვენი სფერო ისეთია რა, გემბლინგს რა ერთ უნივერსიტეტში ესე ვერ ისწავლით, უშუალო შეხება არ გექნება და რაღაცა ცოცხალი ლექტორები ყავს შეთვალე შენივე თანამშრომლები, შენივე მეგობრები, რომლებისგან ძალიან ბევრი სწავლა შეგიძლია და ალბათ მთავარია რომ შრომის მოყვარეს იყო, მონდომებული იყო და გაინტერესებდეს ყველაფერი რაც შენგან შემოხდება და შენ საჭირო რაღაცებს ჩავლო მე. ეს თვისებები თუ გაქვს შეიძლება ვთქვათ თავის თამამად ესე იგი ჩვენიანები ხართ. ჩვენიერი ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის, წარმატებას გისურვებთ ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. დიდი მადლობა ვინც გვისმენთ და გვიყურებთ AP+ პოდკასტში, ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც ეხება სამსახურს. კარგად გრძნობთ.